ეს გახლავთ ქუთაისის თეატრალური დასი, უბრალოდ დასავლეთ საქართველოს თეატრალური დასი 1912 წელს წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოების სასარგებლოდ ითამაშეს სპექტაკლი ოტელო. აი იმ დღეს გახდა ჩალვა დადიანის დაბადების დღე და გაითამაშეს ცოცხალი სურათი შალვა დადიანი და მისი ჰარამხანდა. ეს გახლავთ ნიკოლოზ საღარაძის გადაღებული ფოტო. ქუთაისში შემდეგ პუშკინის ქუჩაზე, სადაც შემდეგ იყო ეგრეთ წოდებული პუშკინსკაია ფოტოგრაფია, მორთქი ფაინზე მუშაობდა ფოტოგრაფი და აერთი ფოტოგრაფია აღიზარდა იქნება. ჩვენ ბრძოლისთვისა მართლა ჩენაძენი რა. ესა მიხაილოვის გადაღებული ფოტო არის ბავშვების და ექსპოზიციაში გვაქვს, იმიტომ რომ ყველაზე ძნელი იყო ბავშვისთვის მაშინ ფოტოს გადაღება, იმიტომ რომ ის გარკვეულ დროს მოითხოვდა და თან საინტერესო არის ეს ბავშვი ბუშტით რა. წარმოიდგინეთ, ესა დაახლოებით 1990-იანი წლები. ეს გახლავთ ქრისტინე ქართველიშვილი ქალბატონი მამაკაცის ჩოხაში. ფოტო გადაღებულია ლადიკავკაში და თავისი ორიგინალური ჩარჩოთი, ანუ რომ ეს რო წარმოგვედგინა გარდა იმისა, რომ ფოტო ინდუსტრია მხოლოდ ის კი არ შექმნა, რომ ფოტო ყოფილიყო, შექმნა მთელი განვითარება იმისი, რომ ფოტო როგორ უნდა ჩასულიყო ჩარჩოში და ეს სხვადასხვა და ჩინურ ჩარჩოში არის ჩასული და ქუთაის რეალობაში ძალიან საინტერესო არის ესეთი ფოტოს არსებობა. უნიკალურია რა, ეს თან ეს ატრიბუტები რო ფოტოსტუდიას რა მოხდებოდა მაშინდელი ეს ამას აგროვებთ თქვენ თვითონ რა თქმა უნდა რამდენი წელია მე ამას ვაგროვებ 20 წელიწადი ეს შეგროვებული მქონდა და აქ თქვენ საკუთარ სახლში ინახებოდ კი და შემდეგ მუზეუმში გავაფინეთ და აი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ეს გახლავთ ბერძენიშვილის დამუშავა ის ცნობილი ზეჭამური და ეს არის სასიგნალო ეგზემპლარი კომისიაზე რომელიც გაიტანა რა სულ დამზადდა ეგეთ 5 წალი და შემდეგ როდესაც კომისია მოიწონა შემდეგ უკვე მომზადდა და განთავსდა ის ქუთაისში და ჩვენს მუზეუმში როგორც ჩვენი მუზეუმი ქუთაისში წარმოდგენილი არის ეს ექსპოზიციაში
და ეს აპარატების ყველაფერი ესა აპარატები რომლითაც თქვა ხდებოდა ფოტოფიქსაცია მე-20 საუკუნეში და რომელი აპარატებითაც იღებდნენ სხვადასხვა მოყვარული და ასევე პროფესიონალური ფოტოგრაფები წარმოაჩინეთ უფრო თვალსაჩინო იყოს. აქ აქვს ფოტოჟურის აი კარცლეისის ფირმის ლინზებიც ასევე რომელიც მე-19 საუკუნის აი ეს ორი ლინზა განსაკუთრებით და ასევე სტერეოსკოპი. მე იქეთ გაჩვენეთ უშუალოდ ნიკო ნიკოლაძის ნაკვთს. ხო აქ მინდა კიდე განახო აუცილებლად ანუ ფოტოინდუსტრია და აი განვითარება ამის კითხვა მარტო ეს კი არა რომ ქაღალდზე დაბეჭდილი შემოიტანა რომ ფაიფურზე დაწყდებოდა. ესა საბერძნეთის სამეფო ოჯახი და მინისტრთა კაბინეტი. და რომელი წლის არის? ესა 1890 წელი. გამოსახულია მეფე გიორგი და მისი ოჯახი. ანუ ეს რო ვაჩვენოთ ჩვენ ვიზიტორებს რომ ანუ ფოტო მარტო ის კი არა რომ ქაღალდზე იყოს დაბეჭდილი რომ თელი აი ეს განვითარება შექმნა. ინდუსტრია. უნიკალური ექსპონატებია ამის გაუცემელი. ეს კამერები არის უკვე სხვადასხვა პერიოდის რომელიც საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩვენი მუზეუმი, კინომუზეუმიც არა, წარმოდგენილი იყოს რომ ჩვენ ვიცოდეთ რა რითი ხდებოდა აი შესანიშნავი ფილმების გადაღება როგორც დოკუმენტური ასევე მხატვრული. ამას ალბათ ბატონი ირაკლისთან ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს ეს უფრო ალბათ დოკუმენტურში გამოიყენებოდა ესა შეიძლება რამოდენიმე ფილმიც იყოს, მაგრამ ეს საინტერესოა რომ იცოდეს მომათავობა ნახოს თუ რითი ხდებოდა რა. აი ეს დოკუმენტური ფილმები. ესა მიხაილოვის კამერა. 1898 წელს გამოშვებული ალექსანდრე მიხაილოვი გახდათ ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც კაბინეტური ფოტოხელოვნება ჩამოაყალიბა ქუთაისში, მას ქართველი მეუღლე ყავდა, 12 შვილი ყავდა და აი ეს კამერა გახავთ ალექსანდრე მიხაილოვის სტუდიის ფოტოკამერა. აი ამ კამერითაა გადაღებული სწორედ შალვადადიანის ფოტო, რომელიც მე თქვენ გაჩვენე. უნიკალური. ძალიან საინტერესოა და ეს არის ანუ რომ იცოდეს ყველას გონია რომ რაღაცა დღეს ტელეფონში ეს არის აი სტეკლოს ნეგატივი რომელზეც დაფიქსირებულია ხუთაისელი როგორია კოლდით წარმოედგინეთ და ეს ინტერესოა ჩემი ეს საინტერესოა რომელი წელია რა ესა 20-იანი წლები გამსუქრებული რა ვიცი სიტყვები აკუთვნის ეს არის ფოტოაპარატი. ესა კაბინეტური ანუ კაბინეტური ფოტოაპარატი არის ხარკოვის და ერთი რამე რაც მინდა მე ვთქვა რომ იმ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე თუ ლაპარაკი არტა მანაგაძე ალბათ პიკასოს კარგად ემახსოვრება დეკასტროში რომ მუშაობდა მე როდესაც მოვედი რომ მოვიძიო ძველი ფოტოგრაფები იცი და მისმა ოჯახმა მისმა ბიჭმა გადმოგცა გადაღებული მაქვს ამაში ჩემი თავი აი ეს კამერა აი აქ წარმოდგენილი კამერების უმრავლესობა ასევე აი იქეთ მე ჩვენ სტუდიის მოწყობილობის ატრიბუტები მისმა ოჯახმა აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადმოსცა ოჯახს და მართლაც დასაფასებელია და აი ეს მიხაილოვის კამერა სწორედ პატამანაგაძის ოჯახმა გადმოსცა მუზეუმს რა ხო და მეც მომიწევს მგონი მას ამდენი წლის ნაგროვები იმიტომ რომ იმდენად დიდარი და იმდენად ნაგროვები და იმდენად ფული დასრულდა. აი საბეჭდავი რა, წარმოიდგინე ხა ფოტოს ბეჭდები ეს რა არის? ხო და ესაა საბეჭდავი. ეს მახსოვს. ეს საბეჭდავი, აი ეს გაფერადებული ფოტოები არის, ჩემთვის ხო ხელი ხდებოდა. შეგემახსოვრდა პიკასო. კი, მე მაქვს. გაფერადებული. აი ეს არის სასწაული, აი ყველაფერია. რაც კი ბავშვობაში მინახავს. თავიდან ხელი ჩაფერადებული. ხო, მასე იყო კადრები. ესე რა ვიცი, ნამაზი მინდა რომ გამოვიდეს ჩემი მუზეუმი. გაუცემული ვარ რა და სიტყვები არ ეს ყოფნის. ფოტოსინთეზი მოვაწყეთ, სამ ფოტოსინთეზი რომ აი კაბინეტი როგორი იქნებოდა რა ვთქვათ რომ ეს ერთი ძველი ქალაქის ფონზე, ერთი ტრადიციული და ერთი ევროპული ბანდიანი გიტარა და გრამოფონი. ყველაფერი, ყველა დეტალია, აი ხო გეუბნებით სიტყვები არ ყოფნის. არც ერთი დეტალი არ აქვს გამორჩენილი. სხვადასხვა არ შეიძლება. ეხლა ჩვენ წავოდი ერთ რაღაცას განახლდა.
მოვაწყეთ როგორი იქნებოდა ფოტოგრაფის სამუშაო ოთახი, კაბინეტი და შედი, აბა. ეს არის ახლა სხვადასხვა პერიოდის ისების აღმოჩენილი ფოტოები, აპარატები, თავისთავად კარგი ფოტოგრაფია და შენ ახლა ილოდან არ მოწოდები, ილო მაგარი მასწავლებელი იყო. თავისი ბარით როგორ უმასწავლებოდა და ეგეც ისე შეგვიძლია რა. გიჟდები ამ სულზე, ახლა რაც ცევს, ესე იგი, მაყურებლებს ვერ გამოგცემ. ეს ფოტოშოპი არის ერმაკოვის გადაღებულად არის, მაგრამ ეს არის ბარკანოვის გადაღებული ეთნოგრაფიული საზოგადოების იარაღის კოლექცია, რომელიც ეს ინახება ესა 1870-იანი წლები. ემოციის გამო არ ძალიან კარგად შეიძლება ითქვას. აი გაიხედე წინ, ესა სტერეო გადაღების უნიკალური კამერა პირადად ნიკო ნიკოლაძის ნაკროა. ახ, უნდა ვაკოცო. ნიკო, შევეხე შენს სულს. ყველაზე მეტად მიყვარხარ საქართველოში. აუ, რა მაგარი კაცი ხარ, შენგენაც ვარ, გავგიჟდი რა. ეს ბიჭო არის სასწაული. აი, ახ გაგებაში რა. აი, ბიჭო, აი ეს პირველი ამპინია და საქართველოში გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული და დაბეჭდილი. ეს უნიკალური მასალა, რომელიც გვაქვს. საერთოდ მუზეუმს ხდება რომ რარიტეტი რაღაცა ისეთი მცირე სივრცე უნდა კონდეს და არ გადავწყვიტეთ რომ ესე მოგვეწყო რა მცირე სივრცე როგორ იქნებოდა სამუშაო მაგი და თავისი ან ლინზებით ესე აი ეს კაცლევის ლიზას ამაყო შეგიცინაც არის აუ გავიჯდი რა ძელი არ ვიცი რა გითხრა უკვე აი ენამ ნებნება ხალხო აი ეს თუ არ ნახეთ და ეს სული თუ არ შეიძენით ამას ვერავინ ვერ მიხვდებით ამ ადამიანის საგმირო საქმე რომელიც დღეს გავიცანი დიდი ხანია ვიცნობირო სკოლიდან შორიდან მაგრამ დღეს გავიცანი ეს არის სასწაული იცნობდეთ ეს არის 1962 წელს იტალიაში გადაღებული ფოტოა და გადადის ფოტოა გადაღებული და აჯებს მას ყველა სახის გააჩნია ფოტო სხვათაშორის ერთი ისეთი იუმორიცაა რომ აუ ეს სასწაულია ნახე ეს ახ ფოტოგრაფიის შედევრი 1900 ეს არის შედევრია პანორამული ფოტოქია პანორამა და შეხედე ბიჭო ეს დაყოვნება და იგი რატონეზია ხაგეთ ой მაგანდაცალა ეს ბარი წვეთი რო არა შირია ნიკო ნიკოლაძის ესე იგი სტერეო აპარატში და ჩაგახედოთ სადაც ილია ჭავჭავაძეს ჩაუხედია აი მე რა პერ არ მინდა კი აი ო მაგაც რა ვაკვირდებოდი რა არის ესა ნიკო ნიკოლაძის პირადი სტერეო აპარატი ესა სტერეო ფოტო და ეს იძლევა 3D გამოსახულებას ესა 1897 წელი ნიკომ შემოიტანა ყველაფერი საქართველოში მაგირო მე მინდა ეხა მე ამას გავასწორებ და შემდეგ სათითაოდ შეგვეძლება ჩვენ ამაში ჩავიხედოთ და მიხვდები რაზე მაქვს საუბარი და ჩაიხედე ესა 1897 წელს უყურე პირდაპირ ვაუ რა მაგარია ჩაიხედე აბა აუ შეხედე ეს როგორ არის 3D გამოსახულება ეს აი საერთოდ ეს მინდა რომ ბავშვს იმას ვაჩვენ რომ რა არის ფოტო რომ ფოტო არ არის მარტო ისა რა რომ დააჩაკუნე და გადაიღე რა ის ჩიტი რომ გამოფრინდა ის აზრიანად გამოფრინდა ის ჩიტი გადმოარეკეთ ხელმეორედ გიპასუხათ ხო ეს არის ესკიზი ამაშუტელის როგორი უნდა ყოფილიყო იმერიასთან ქანდაკებები დგას რეზომ რო გავაკეთა კი აი ქუთაისი ხო ხედავ ქუთაისი ისე და ბრინჯაოზე აღარ დარჩა მაშინ ფული და მხოლოდ ის გვირგვინი გააკეთა ეს რო დარჩა დანარჩენი აი ეს ხმალი ეს ბორჯღალი ის წარწერა ის გვირგვინი ის ვეღარ შესული დარჩა ეს ესკიზი ნერის გვერდით რო ესოს გაკეთებული ისე დგას
ეს სამეცნიერო მანქანა არის 1901 წელს გამოშვებული. პიროზმის ისეთი კლავიატურა ნახე, მე გადა. ერთი ნიკოლაის სამუზეუმში და მეორე მევაკ. ხო, იქ ამახეი ნახე. ეს ექსპოზიციო დარბაზში შედის, ეგეც. ეს მოვაწყე, მე ძიძა იქებძინა, რა თქმა უნდა, კაბინეტი ახლა. აბა, მაგნაირი კაცი რო ხარ, მით მომეცო. აი ეს ფალოზე რო გეკეთე. ფალოზე რო გეკეთე. ან ვისია როგორა, ამაზე ხوارა ვაქვს. აი, ესე დამაკალები. ბაბოდადიანის საქონია მე რამდენადაც ვიცი. ბაბოდადიანის. ეს ხალხს უფრო მოუხდება პიკა. აგარი. აი ესე რო თეატრში რო ესე გახედავდნენ, ესე მოჭუტავდნენ თავს. კალბიჭდი. ძალიან საინტერესო ნივთია. როგორ მოდის ქუთაისში და ეს თუ ხდება, გაიგე 3D-ში ეს ტურისტული სანახაო. გარდა ამისა შეწამოედგინე იქა აუცილებლად, რადგანაც ეს აზერბაიჯანასთანაცაა დაკავშირებული, აზერბაიჯანის მხარის ჩართულობა და როგორც ბრენდს, ამაშუქა მარტო ისე აი კადრები ხო გვაქვს, როგორ უვლის ამაშუქელი თავის ბახს, როგორ უვლის ვენახს. ამ ბახს და ვენახს ჩვენ აი ცნობილ მსახიობებს, ცნობილ თეატრალებს ვაახლებინებთ. ვაკეთებთ ბრენდს, როგორც ამაშუკას, როგორც ღვინის და ასევე რადგანაც აზერბაიჯანულად, აი ჩილის და ის წარმოებაში არ ვახშიდან. ეს არის ბრენდი, რომელსაც ასევე სუვენირები. ამასთან მიმართებაში და ამ სუვენირებში ვასახავთ შიშელობინებს. ეს კიდევ სოციალური. სოციალურად, ესენი ჩართული, ეს ჩვენ საზოგადოების ნაწილად უბრალოდ ეს ჩართული იყოს. აი მაშინ ეს ეზოდა სახე ცოცხლდება. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მინდა მე ეს ვესაუბრე. აქეთ და ნახოთ რა აღა ეს ძალიან კაი პროექტი იქნება, რომ რაიცი მუზეუმი არ უნდა იყოს წამგებიანი ქალაქისთვის. ეს უნდა იყოს აი სიკეთის მონტანი, როგორც საზოგადოებაში, ასევე ფინანსურად და ასევე ინტერესის სფერო. რომ ნაკრა უნდა იყოს, რომ მუზეუმში დასაქმება. ეს რამდენი ადამიანი ნაკრობს, საერთოდ მუზეუმში დასაქმება. როცა ჩვენ ამას შევქმნით ყველაფერს, ეს უკვე იქნება ის საერთოდ სფერო, რომ აი ნეტა იქ ვამუშავე. როგორც უნდა ყოდა განსამ ნეტა აი მაგ მომახვედრა არის. აი შეხედე, ძალიან კაი თემა წამოჭერი ახლა. მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ თანამედროვეობას, აი თანამედროვე მიღწევებს არ უნდა მოშორდეს ეს ძველი რარიტეტული რაც აქვს რა. აი თუნდაც ის ჩიხის გულზე გადატარება. ხო. პეტრე აბუტიანი, აი თუნდაც ის უკრავ გავაცნობ. თუნდაც ერთი აი ამაშუკელი 300 კილო რო შემოწამეინე. აი ბრენდი მუზეუმი არის თავისი არის ლამაზი კავი, სადაც უმასპინძლები ეზოში მოწეული როგორც ხილით, ასევე იმ ოსტრეული და გამოდენიმე რაღაცა მიშაკეცია, რომელიც ამაშუკეთან დაკავშირებული რა. ხომ რა შეიძლება ვიღაცა მარტო რომ კაი არ არის მოწეული, მაგრამ ეს ჩვენ და გავაცოცხლოთ ისტორიაში, ეს ამაშუკეს ის ფენომენი უნდა გაცოცხლდეს რა. აი ქუთაისი. აი იმიტომ რომ ის რო გადაიღო ის კი რა, ქუთაისი ის არის რომ ინტერესი ყოდა ადამიანს, მაგრამ ქუთაისი ყავს როგორ გადაიღო ეს მინდა რომ გავაცოცხლოთ რა. იქ ნახე ესეთი რაღაცა რომ იყო კაბინა, გახმოვანების კაბინა არის მუზეუმში გაკეთებული რა და ამოსარჩევად დასერჩავ რა, რომელი იტალიური ფილმი გინდა შენ და რომელი პერსონაჟი რა. აჭერ ხელს ამოდის ის რაღაც ფილმი, თქვათ ქორწინება იტალიურად, გინდა თქვათ მარჩელო მასტროიანი გახმოვანო, ტექსტი და ეპიზოდი იწყება და მეორდება რა, რამდენიმე დუბლი შეგვიძლია ჩააგდო და რაღაც მონეტას ჩააგდები 1 ევროის თუ რაღაც ადამიანს და მოკლედ რამოდენიმეჯერ და შენი ხმით ელაპარაკები სოფილორეს თუ ისაც გინდა რა. და საინტერესოა რა, ესეთი მომენტი ახალგაზრდებს კიდევ უფრო ახლოვებს, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები. საერთოდ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ანუ თუ ჩვენ არ შევქმნით ისეთი რამ, რაც იქნება სწორედ იმ ახალგაზრდებისთვის საინტერესო, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. ანუ ჩვენ რომ ვიცით ამ სიძველის ფასი, ეს სიძველის ფასი და სიძველე უნდა მოვარგოთ იმ ახალგაზრდულ გამოწვევებს, რაც არის და აი ისინი თავისი გადმოსახედიდან უნდა გადმოვყვანოთ ამ სიძველეში. და მე ისიც გაუთხინდებიან და მოუვლიან, იმიტომ რომ ინტერესები არის ძალიან დიდი. ხო, ანუ მუზეუმი უნდა იყოს ყოველთვის თანამედროვე, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა. მუზეუმი უნდა
უნდა იყოს ხელშესახები და რასაც ხელთეხები იმას უთხილდება. შენ რომ დედას ხელზე კოცნი და ეფერები, აგდო იყოს დედა. შენ რომ შვილს შვილზე კოცნი, აგდო იყოს შვილი და შენ თუ მუზეუმში ვერაფერს ვერ ეხები, ვერაფერს ვერ აღიქვამი, იმას არც უთხილდება. როდესაც შენ ამას ხელით ეხები, ამას შენ აფასებ. ეს არის აი ამ სტანდარტზე უნდა შევქმნათ ჩვენ ახალი ამაშუკელის მუზეუმი, რომელიც იქნება არა მარტო ქუთაისის, საქართველოს სავიზიტო ბარათი. ქართული კინოს სავიზიტო ბარათი. ზოგადად ბრენდი არის ამაშუკელი ქუთაისისთვის. ერთ-ერთი ბრენდი შეიძლება ასე. ერთ-ერთი წარმატებული ბრენდი შეიძლება ეს გახდეს, იმიტომ რომ ამაშუკელი მხოლოდ კინო არ არის. აი ჩვენ თუ კადრებს გადავხედავ, აი ის როგორ უვლის იმ ეზოს, იმ ბაღს, იმ ქუთაისის ტრადიციას და თუნდაც ის კადრები, შერორომელიც ნახე და როგორ აფასებს მას ის ქუთაისი, აი მივხვდი რომ რა შეიძლება რომ გაგეროს რა. მაგარი. კარგი. და მე იმედი მაქვს რომ ერთობით ამ ქუთაისის სიყვარულში შემოილაკნი, კაის გავაკეთებ. და ის რომ ამაშუკელი უნდა დავაფასოთ, იმიტომ რომ ჩვენ ის 90-იანი წლების საქართველო აღარ არის რაღაცა გვიჭირს. ჩვენ პირიქით უნდა მოუწოდოთ ჩვენ თავს და სწორი ინფორმაციის მიტანა ეს ყველაფერი ეს ქვეყანა სჭირდება. ეს არც ირაკლი ჯაოშვის და არც რამაზ უბოლაძეს და არც პიკასოსა ეს ქალაქი სჭირდება. ეს წარმოჩინდება, გამოჩნდება, საინტერესო იქნება. მე ახლა წარმოდგენილი მაქვს აი ამ ამერო ესო წარმოედგინე აკაკის მოგზაურობას განა ფილმად აი 3D-ში გაცოცხლებული დღეს თუმეტეს დღევანდელი ტექნოლოგიები გვაძლევს ამ საშუალებას, რომ იმ ეზოში აგაგიწეთელი როგორ დაადისნეს, რა სამახაობა იქნება, როგორც ადგილობრივთვის, ისე უცხოელის და თვითწავლები იმედია ყველაფერი აგეთება. ჰოლოგრამული გამოსახულება. და საინტერესო იქნება. მე ახლა ეს უკვე შემოდის უკვე აქტიურად ისეთი ტექნოლოგიები და შეიძლება. მე მაგალითად ჩატ-ჩატთან მაქვს გადავიღე ფოტო. ეს ჯეჭი 10 წლის ამსტერდამში და აი ანალოგიური რაღაც მინდა რომ არც ის მუზეუმში. ის მუზეუმში არა. ეს იყო კინოს მუზეუმი არა და ჩატ-ჩატის როგორ იცი რომ შეიძლება სპეციალური ოთახია. ფოტოს რო იღებ რომ მაშინ ჩანს ჩაჭაპინი არ შემგვერდი. ჩემ რა ხედავ. ეს თან რაღაცა მისტიკაა. შვეიცარიაში ჩაპლინის საფლავზე ერთხელ მაინც მოხდარიყავი და მქონდა ჟენევაში ერთხელ ვიყავი, მაგრამ აი ვერაფრით ის სამი დღე ისე გავიდა რომ გამოვიდა და ალბათ მოხდება იქ. გამოსწორდებით რა.
აი მოკლედ, აი რა აზრის არის საერთოდ აი მუზეუმის შესახებ, ეს მინდა თქვას. Just the opinion about the museum that we saw, Ilo's museum, and about him, about his studio, and founding this. საერთოდ თქვენი ემოციური აზრი. Your emotional opinion, your attitude. ანუ რო გამოხდით, იქნება ვისი თქმა შეიძლება, აი ვისი თქმა Anything შეიძლება. you would like to say after you have seen these? გაასკუძნოა საერთოდ. Yeah, I think it's really special to see such a friendship after a person is dead, and carrying on the memory of not only the person, of his activity and the way he influenced and touched many people, because you can see how some things about him, and this place is crazy. We looked for the museum yesterday, and we heard about the Ilo story from another person that we interview, and now we come and meet you, and to know that a lot of people think that Ilo is a great person, and to see that good relationship and good friends makes such as things, it's beautiful for us. And to come to your place, it's a very unique place because you come and you see all the stuff, and you have to look again and to see all the things. I think it's beautiful, and to find something from Israel, it makes me a little bit more happy. And thank you very much. ახლა შენ გითხარი რაღაცა. მე ახტოვანებული ვარ აი ადგილით. ძალიან ორიგინალური სტუდია, ესეთი სტუდია მე არ მინახია. ძალიან დასაფასებელია რომ თქვენ გახსენით ილოს სტუდია, იმიტომ რომ ასეთი ამდენი ხნის შემდეგ მე ვფიქრობ რომ ძალიან დასაფასებელია ეს და თქვენი სტუდიის შესახებ მართლა ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ძალიან ახტოვანებული ვარ. ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. I'm quite amazed to find such a place. I think that it's one of the most special place because it preserves some of the history and the picture alongside, and it's really, although I didn't know this man, I feel like this museum really gives the impression of who he was, and also the impressive statue outside. But I just feel like I want to hug the statue because it's so human, and it's a beautiful place. I'm happy to be here. Thank you. As I saw the statue and I got inside this place, and I really now feel connected to this Ilo that I didn't knew 5 minutes ago, and I really like this person, and I really appreciate your what you have done, and I'm sure that it makes me feel more connected to Kutaisi and to this place. Really, it's really impressive.
დიდი მადლობა ასეთი კულტურული მიღებისთვის და ეს არის ქალაქის სახე, ეს არის ებრაელთა ენის დაფასება და ის სიყვარული, რაც პრეზიდენტის საუბრია მის საქართველოსთან. აი ამით იხადება ყველაფერი, ამ მიღებით, ამ მოფერებით და ამ სიყვარული. ეს ხდება და უნდა გამიძდეს ეს დამკვირვებლება და იქნება ყოველთვის. დიდი მადლობა თანამედროვე ისოც ასეთი კარგი მიღებისთვის და მადლობა. ისოც დაისწრებოდი მეტყველებად მეგობარი და რა თქმა უნდა, ილო იმსახურება და ასევე იმსახურებს ილო და ილო ოჯახი. ისოც კარგი მადლობა. Students chosen to participate in the project for German and Jewish heritage. Over the past 6 years, Before we arrived in Georgia, most of us were unacquainted with Georgian tradition and the Jewish community here. So to prepare for our journey, we all met for intensive seminars in which we learned about the history and culture of Georgian people, the Jewish community and the fundamental aspects of documentation. სანამ აქ ჩამოვიდოდით, ნაკლებად თუ იცოდა ვინმე ქართული ტრადიციებისა და ებრაული თემის შესახებ საქართველოში. სანამ ჩვენს ტურს დავიწყებდით, ინტენსიურად ვემზადებოდით და ვეცნობოდით ქართული ხალხისა და ებრაული თემის ისტორიასა და კულტურას. Our time here has been wonderful, and it's been an honor and a privilege to meet you. Tonight we're unified and gathered together. სინაგოგის გაბაი ბატონი მაისე ბაბუაშვილი. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს ქართულ ებრაელთა და საქართველოს ქართველების ურთიერთობის მეგობრობისა და სიყვარულისა და ყველაფერი კარგი აღწერა სამოსულ პერსონაჟს. ჩამოსული არიან სტუდენტები ისრაელიდან მრავალი სპეციალობით სხვადასხვა ებრაელების ცხოვრებასა და მოქმედებას ისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ იმისთვის რომ არ დაგვემეჩნდეს საქართველოს მასწავლებელი ებრაელები და ისე მოგწეს სტიმული იმისა რომ ჩვენ ვარსებობთ ცხოვრობთ და ყავს საგვარეულოს სხვა ქვეყნებში ჰარველები და ხელშეკრულებული დომლებსაც ჩვენთვის უნდა რაღაც კარგი სიგეთის გაკეთება და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ნამუშევრს ამოყენით ამ კითხვას რომ საქართველოს მასწავლებელი I would like to thank the mayor of Bucharest because he helped a lot in taking care of the Israel will be the next one. Thank you very much and I wish you success. Ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის
დიდი პატივია ქუთაისის ულამაზეს სინაგოგაში ყოფნა თქვენთან, ქუთაისის მოსახლეობასთან და ებრაული თემის წარმომადგენლებთან ერთად. Especially in Kutaisi. მეორე ნაგებობას ცენტრში 4 სვეტი აქვს, როგორც ზედა სინაგოგას. ისინი სავარაუდოდ ქებას ადგილს აღნიშნავენ. იგი ისეთივე კრამიტითაა გადახურული, როგორიცაც სინაგოგა. ასეთი გადახურვა გარშემო მდებარე საცხოვრებელი ნაგებობებისათვის არაა დამახასიათებელი. And the second commandment says, "We shall not make for ourselves any idols."